ილია მეორის გარდაცვალებიდან დღემდე დრო იქცა დაფიქრების, პატრიარქის პიროვნების ახლებურად დანახვისა და ხალხის შეცნობის დღეებად. ასე დაიწყო ქადაგება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რომელმაც სინოდის წევრებთან ერთად ილია მეორის მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა და შემდეგ უწმინდესი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღვთისმსახურებაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები. სიონში შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეპოქალური პატრიარქის ღვაწლი, რომელიც ხალხს ყველაზე რთულ დროს უნერგავდა იმედს. ანა ბერძენიშვილია სიონის ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. სიდიადით ახსილი სიჩუმე გზა, რომელიც მართლმადიდებელმა მრევლმა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში გაიარა. ცოტა ხნის წინ მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ. მეუფეშიომ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა თუ რამხელა ღვაწლი ჰქონდა ილია მეორის მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისთვის. მან მოღვაწეობის თითქმის 50 წლის განმავლობაში შეძლო და გააერთიანა მართლმადიდებლები ეკლესიის გარშემო, მოქალაქეები ტაძარში მიიყვანა. განურჩევლად ასაკისა 40 დღის განმავლობაში სიონის საპატრიარქო ტაძარში მოქალაქეები მოდიოდნენ. დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში აღევლინა წირვა და ჩატარდა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც. დღეს აქ მრევლთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს დრო იქცა ჩვენთვის ალბათ დამეთანხმება ყველა, რომ ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ჩვენი თავის, ასევე ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად ის რისი მომსწრენის გავხდით, იმ უჩვეულო თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით ახსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც. მის უწმინდესობაში და უნეტარესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე. მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის ძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ და აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი და ნაყოფი იყო და არის ის საოცრება, რაც ჩვენ ვიხილეთ. ქართველი ხალხის პასუხი ამაზე, მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან სამცხსოს შეიძლება გვეფიქრა, რომ რა გვეშველება შემდგომში მის გარეშე. მაგრამ აი როგორც მისი გარდაცვალების დღეებში ჩვენ დავძლიეთ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში უფლის მადლით, მისი უწმინდესობის დიდი სიყვარულით ჩვენში ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენის და იმედის დიდი სულისკვეთებით. და ჩვენ დღეს როგორც არასდროს ისე ძალუმატ გვესმის უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება და ვისაც მე ვრწმენე, ის თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ის არასდროს ის არ მოკვდება უკუნისამ. მადლობდე უფალს, რომ მოგვივლინა ჩვენ ასეთ ურთულეს 10 წლეულებში და თითქმის 50 წელი იღვაწა მისმა უწმინდესობამ. ასეთი მწყემსთავარი. დიდება და მადლობა უფალს. დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი მფარველობისთვის, მისი წყალობისთვის. და მადლობა მის უწმინდესობას და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს თავისი დიდებული ღვაწლისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო. ამინ.
სიონის საპატრიარქო ტაძარში 40 დღის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდება, ბუნებრივია, ასე არის დღესაც. აქ მოსული ადამიანები დღეს იხსენებენ პატრიარქის მოღვაწეობას, ამბობენ, რომ ილია მეორეს მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა და ისინი ამ წვლილისთვის უწმინდესად და უნეტარეს მადლობას უხდიან. პატრიარქი ჩემთვისაც ის იყო, რაც ყველასთვის. იმედი, ერის პატრონი, რომელმაც ღირსება აღუდგინა და შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას და იმდენი რამე გააკეთა. ძალიან დიდი ღვაწლი დამტვირთდა კიდევაც, როცა პატრიარქის დასვენება იყო, რამდენი ხალხი იყო. უწყვეტიც მიდიოდა, დღე-დაღამე მიდიოდა, ესენი ხელა ღვაწლი ქონა პატრიარქს. პატრიარქის დროს რამდენი ეკლესიები აშენდა, განვითარდა, ძალიან დიდი მოსიყვარული ადამიანი იყო პატრიარქი, ჩვენთვის პირადად ძალიან დიდი ღვაწლი საქართველოს მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის. ფიქრობდა დღესაც იგივე აზრისაა, რომ საქართველოს ღმერთმა მოუვლინა ეს ადამიანი. და მადლობა უფალს, რომ მოგცა იმის საშუალება, რომ მასთან ერთად გვეცხოვრა. ამ 40 დღის განმავლობაში თითქმის სრულიად საქართველო მოვიდა პატივი მიაგო. მის უწმინდესობა საფლავთან არ წყდებოდა ხალხის ნაკადი. ამ 40 დღის განმავლობაში ღია იყო ტაძარი, სიონის ტაძარი და სამღვდელოებასთან ერთად მოდიოდა მრევლი სამღვდელოება. უწყვეტად იხდიდა პანაშვიდის მისი სულის მოსახსენებლად და გამოჩნდა ეს უდიდესი სიყვარული, რომელიც დაათესა ჩვენმა უწმინდესმა და დღეს ჩვენ მოვიმკეთ, როდესაც ამდენი ხალხი ვიხილეთ მასთან მოსული. ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სურვილით კი უწმინდესი და უნეტარესი სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. ეს ანა ბერძენიშვილი იყო.